მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ისეთი ამბები მაქვს, რომ ოქტაგონზე შოკი გველოდება. თუ გონიათ, რომ ილია თოფურია სადმე ისვენებს და ესპანურ მზეს ეფიცხება, ძალიან ცდებით. მატადორი უკვე საქმეშია და მისი ბანაკიდან ისეთი ინფორმაცია ჟონავს, რომ თმები ყალყზე დაგიდგებათ. მოკლედ რა ხდება? ხესუს გაიო, კაცი რომელიც ილიას ფიზიკურ მომზადებასა და კვებაზეა პასუხისმგებელი, უკვე ესპანეთში გაფრინდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდი ომი ახლოსაა. გაიო იქ ისე უბრალოდ არ ჩადის, რომ ილიასთან ერთად ხინკალი ჭამოს. თუმცა სიმართლე გითხრათ, ილიას ფორმას რომ ვუყურებ, ხინკალს კი არა, ალბათ მარტო რკინას ჭამს საუზმეზე. როცა ასეთი დონის სპეციალისტი ბანაკში ჩადის, ეს ნიშნავს, რომ თარიღი უკვე კალენდარში წითლადაა მონიშნული. ახლა მთავარი კითხვაა, სად და როდის? ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ ეს იქნება ივლისი და International Fight Week. ზოგი კი უფრო გიჟურ ვერსიას აჟღერებს. თეთრი სახლი. წარმოგიდგენიათ, ილია თოფურია თეთრ სახლში? იქაურობას ისე დაალაგებს, რომ ბაიდენსაც კი UFC-ს ხელთათმანებს ჩააცმევს. მაგრამ მოდით სერიოზულად შევხედოთ სიტუაციას. ილიას ბანაკი ყოველთვის გასაიდუმლოებულია. ახლა კი, როცა გაიო ადგილზეა, იწყება ყველაზე რთული ეტაპი: წონის კლება და ფორმაში შესვლა. გახსოვთ ის პერიოდი, ილიას წონასთან პრობლემები რომ ჰქონდა. სწორედ მაშინ გამოჩნდა გაიო და მას შემდეგ ჩვენი ჩემპიონის საათივიც მუშაობს. ისე დაფრინავს ოქტაგონზე, როგორც მე ვვარდები სამზარეულოში, როცა დედაჩემი მეუბნება, რომ სადილი მზადაა. ამავე დროს, ისლამ მახაჩევიც არ ისვენებს. იან მაჩადო გარიმ კი სცადა მისი გამოწვევა, მაგრამ ისლამის მენეჯერმა ალი აბდელაზიზმა პირდაპირ თქვა: ისლამი რაღაც დიდისთვის ემზადებაო. რა არის იმაზე დიდი, ვიდრე 2 დივიზიონის ჩემპიონობა ან სუპერბრძოლა? აი აქ იკვეთება საინტერესო ხაზები. ბევრი ფიქრობს, რომ UFC-ს ხელმძღვანელობა რაღაც ისეც გვიმზადებს, რაც ისტორიაში შევა. ისლამი ახლა ქვემძიმე წონაშია, welterweight. მან მსუბუქი წონა დიდი ხანია დატოვა და იქ უკვე სხვა წესებია. თუ ილია და ისლამი სადმე გადაიკვეთებიან, ეს იქნება არა უბრალოდ ჩხუბი, არამედ ნამდვილი გეოპოლიტიკური გარჩევა. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: მაქს ჰოლოუეი და ოლივეირა. ვინ მოიგებს ამ ლეგენდების ბრძოლას? ხესუს გაიო ფიქრობს, რომ ჰოლოუეი აჯობებს. მე კი ფიქრობ, რომ ამ ბრძოლის მერე ორივეს ერთი კარგი ქართული სუფრა დასჭირდება რეაბილიტაციისთვის. მოგლებს მზად იყავით. ილია მოდის, ბანაკი დაწყებულია, ადრენალინი პიკზეა. ჩვენ კი აქ ვართ, რომ თითეული დეტალი დაგიჭევოთ და მოგიყვეთ. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, რადგან წინ ისეთი ანალიტიკა გელოდებათ, რომ თვითონ დანა ვაიტიც კი ჩუმად გვისმენებს ხოლმე. ახლა კი მოდით ყველაზე ცხელ თემას შევეხოთ. რა ხდება კულისებში, როცა კამერები ითიშება? ხესუს გაიომ დაადასტურა, რომ ილია თოფურიას ბანაკი მარტის დასაწყისიდან ოფიციალურად გაიხსნა. ეს იმას ნიშნავს, რომ მატადორმა უკვე დაივიწყა დასვენება, დაივიწყა გართობა და გადავიდა მკვლელის რეჟიმში. ილიასთვის სახლი უკვე ნაქირავებია, სავარჯიშო დარბაზი მზადაა და მთელი გუნდი მობილიზებულია. იცით რა არის ყველაზე საინტერესო? გაიო ამბობს, რომ მათ ჯერ ოფიციალური დასტური ბრძოლაზე არ აქვთ, მაგრამ ბანაკს მაინც იწყებენ. რატომ? იმიტომ რომ ილია ისეთი ტიპია, სიურპრიზები არ უყვარს. მას უნდა რომ როცა დანა ვაიტი დაურეკავს და ეტყვის ილია ხვალ ჩხუბობო, მან უპასუხოს: უკვე ოქტაგონზე ვარ და ველოდებიო. აი ესაა ჩემპიონური მენტალიტეტი და არა ის დივანზე რომ წევხარ და ელოდები როდის მოგიტანენ პიცას. ილიას შემთხვევაში პიცა გამორიცხულია. მას ახლა მხოლოდ გამარჯვების გემო აინტერესებს. ახლა გადავიდეთ ისლამ მახაჩევსა და მის იდუმალ გეგმებზე. ყველამ ვიცით, რომ ისლამი ახლა ქვემძიმე წონის მეფეა. მან მსუბუქი წონა დიდი ხანია დატოვა და იქ დაბრუნებას აღარც აპირებს. როცა იან მაჩადო გარიმ მისი გამოწვევა სცადა, ისლამმა ალბათ გაიღიმა და იფიქრა, ჯერ გაიზარდე შვილო. მისი მენეჯერი აცხადებს, რომ მახაჩევი რაღაც კოლოსალურისთვის ემზადება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს ბრძოლა, რომელიც ყველა რეკორდს მოხსნის. წარმოგიდგენიათ, მახაჩევი და თოფურია ერთმანეთის პირისპირ. ეს იქნებოდა მატჩი, სადაც ფსონები უფრო მაღალია ვიდრე ბიტკოინის კურსის საუკეთესო დროში. ბევრს საუბრობენ ივნისში დაგეგმილ ივენტზე თეთრ სახლში. კი ჟღერს როგორც ფანტასტიკური ფილმის სცენარი, მაგრამ UFC-ში ყველაფერია შესაძლებელი. წარმოიდგინეთ ილია, რომელიც თეთრი სახლის გაზონზე გამოდის თავისი ჩემპიონის ქამრით. იქაური დაცვა ალბათ იფიქრებს, რომ ახალი პრეზიდენტი მოვიდა. იმდენად თავდაჯერებულია ჩვენი ბიჭი. რაც შეეხება მაქს ჰოლოუეის და ჩარლს ოლივეირას ბრძოლას, ეს ნამდვილი კლასიკაა.
ორივე ლეგენდაა. ორივემ დაამტკიცა, რომ ოქტაგონზე სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძვიან. ხესუს გაიო ჰოლოუეისკენ იხრება, რადგან მისი გამძლელობა და დაუღალავი მანქანის სტილი ბევრისთვის გადალუახავი ბარიერია, მაგრამ ოლივეირა ისეთი ტიპია, წამში შეუძლია ყველაფერი შემოატრიალოს. ეს გავს ჭადრაკის პარტია, სადაც ორივე მოთამაშე გროსმეისტერია, მაგრამ ფიგურების ნაცვლად მუშტებს იყენებენ. მეგობრებო, ჩვენ ძალიან საინტერესო პერიოდში ვცხოვრობთ. ილია თოფურია არა მხოლოდ სპორტსმენი, არამედ ფენომენია, რომელიც ქართულ დროშას მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ არენებზე აფრიალებს. ჩვენი საქმე კი ისაა, რომ გვერდში დავუდგეთ და თითოეული მისი ნაბიჯი გავაანალიზოთ. თუ გსურთ, რომ არაფერი გამოგრჩეთ ამ დაუნდობელ სამყაროდან, სადაც ერთი დარტყმა წყვეტს ყველაფერს, დარჩით ჩვენთან. კომენტარებში დამიწერეთ თქვენი აზრით, ვინ იქნება ილიას ცეხდები მშხვერპლი და რამდენ რაუნდში გააჩერებს მას მატადორი. მე პირადად ვფიქრობ, რომ ვინც არ უნდა იყოს, მას ძალიან მძიმე ღამე ელოდება. და აი მივედით მთავარ კითხვამდე. რა ელის ილია თოფურიას მომავალში? როცა ხესუს გაიო ამბობს, რომ ილია უკვე ბანაკშია, ეს ნიშნავს, რომ მატადონის გონებაში უკვე დახატულია გეგმა, თუ როგორ უნდა დაამარცხოს შემდეგი მეტოქე. ილია ისეთი ტიპია, რომელიც სარკეში ყურებისასაც კი ალბათ საკუთარ თავს ეუბნება. შენ ჩემპიონი ხარ, მაგრამ ხვალ უფრო ძლიერი უნდა იყო. და თუ სარკე შეეკამათება, ალბათ იმასაც ნოკაუტში ჩააგდებს. ახლა ბევრი საუბრობს რეიტინგებზე და იმაზე, თუ ვინ იმსახურებს ტიტულზე ბრძოლას. მაგრამ მოდით რეალობას შევხედოთ. ილია თოფურიამ ისეთი თამასა დააწესა, რომ ბევრს მისი სახელის გაგონებაზეც კი წნევა უწევს. ის არ არის უბრალოდ მებრძოლი, ის არის სტრატეგი. მისი ყოველი მოძრაობა, ყოველი დარტყმა და ყოველი სიტყვაც კი გათვლილია. ეს არის უმაღლესი დონის ანალიტიკა პრაქტიკაში. ამასობაში UFC-ს სამყარო დუხს. ისლამ მახაჩევის გადასვლა უფრო მძიმე წონაში და მისი ჩემპიონობა იქ ნათლად აჩვენებს, რომ სპორტში ეპოქები იცვლება. ისლამმა დატოვა მსუბუქი წონა, რადგან იქ უკვე ყველაფერი დაამტკიცა. ახლა ის ახალ მწვერვალებს ეძებს. და ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს ძიება მიიყვანოს ისეთ ბრძოლამდე, რომელიც სპორტის ისტორიას ორ ნაწილად გაყოფს. ხომ იცით, როცა ორი ასეთი დონის ათლეტი ერთმანეთს ხვდება, იქ მხოლოდ ფიზიკური ძალა არ წყვეტს არაფერს, იქ ინტელექტების ომია. რაც შეეხება ჩვენს პროგნოზებს, ჰოლოუეი თუ ოლივეირა? ეს კითხვა ახლა ყველას აწუხებს. გაიო ჰოლოუეის ფავორიტად მიიჩნევს, მაგრამ ოქტაგონზე ლოგიკა ხშირად გვერდზე რჩება ხოლმე. ერთი რამ კია ფაქტი, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ის ილიას რადარზე აუცილებლად მოხვდება. ილია კი როგორც ნამდვილი მონადირე, მოთმინებით ელოდება შესაფერის მომენტს. მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სპორტი არ არის. ეს არის შრომა, დისციპლინა და წარმოუდგენელი ნებისყოფა. როცა ხედავთ ილიას გამარჯვებულს, გახსოვდეთ, რომ ამის მიღმა დგას ხესუს გაიოს მსგავსი პროფესიონალების მუშაობა, ათასობით დაღვრილი ოფლი და უძილო ღამეები. ჩვენ კი აქ ვართ, რომ ეს გზა თქვენთან ერთად გავიაროთ. ვიცი, ბევრს გაინტერესებთ დეტალები ივნისის ივენტზე. თეთრი სახლი იქნება ეს თუ ლას-ვეგასი, ერთი რამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ. სადაც ილია თოფურია იქნება, იქ იქნება ცეცხლი, იქ იქნება ქართული ჟინი და იქ იქნება ნამდვილი სანახაობა. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია, ეს ანალიტიკური მიმოხილვა დაგეხმარათ უკეთ გაგეგოთ რა ხდება UFC-ს კულუარებში. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და თქვენი აზრის დაფიქსირება. თქვენი აქტიურობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და კიდევ, თუ ვინმე გკითხავთ, ვინ არის საუკეთესო, უბრალოდ უპასუხეთ. მატადორი მოდის.